ახსარების მნიშვნელობა რა არის სულიერ ცხოვრებაში? თავისუფლება ან მონობა, აი აქ უნდა არჩიოს ადამიანმა, ისე იგი თავისუფლება უნდა თუ მონობა. იმიტომ რომ ხდება ერთ რამეს ადამიანი განცდიდა, რომ რა წამს ეს რაღაცა ადამიანის გულში არის, მანამდე მონურ მდგომარეობაში, იმიტომ რომ ადამიანი რომელიც ცოდვასაც ჩადის, იმ ცოდვის მონა არის. და როცა ვეკითხებთ, რა რატო აღარ მოდიხარ, რას როგორ მოვიდე ხა მე, ანუ ისეთი რაღაცეები გავაკეთე, მამავს როგორ გავუთხა და ადამიანი იკეტება ამით და საბოლოო ჯამში ამჯობინებენ ამ ყველაფრის თქმას, ტაძრის დატოვებას. რომ ნებისმიერი ადამიანი შეიძლება დაეცეს და ხვალ მას უნდა შეეძლოს ისევ დაბრუნდეს, აი როგორც ქრისტეს ჰქონდა დამოკიდებულება მცოდველ ადამიანთან, ასეთი უნდა იყოს ჩვენი დამოკიდებულებაც. ანუ ქრისტეს ვიცი რომ უნდა ჩემი განკურნება. იცოდეთ, რაც არ უნდა ცოდვაში იყოს ადამიანი, ქრისტეს ჩვენი განკურნება უნდა და ამიტომ სასულიერო პირი ზუსტად ამას უნდა ცდილობდეს. ფურცელზე დაწერილი ახსარებები, რომელსაც სინანული საერთოდ არ აქვს. უბრალოდ დაშვება ნორმად იქცევა და როდესაც ადამიანი მთელი თავის ცხოვრება ესიაბარებს ახსარებას, ხო, ეს უკვე არის ძალიან დიდი პრობლემა რა. მე ვფიქრობ, რომ აი ახსარების დროს ადამიანმა უნდა შეეცადოს საკუთარი თავი დაინახოს და მერე სასულიერო პირსაც დაანახოს. აუცილებელია თუ არა ყოველი ზიარების წინ ახსარების ჩავარება. თუ ქრისტესთან ურთიერთობა გვინდა, ყველაფერს თავისი ადგილი აქვს, ახსარებასაც თავისი ადგილი აქვს და მინდა უთხრა ყველას, არავინ არავის დააძალებს ახსარებას. მოგესალმებით, ეს არის გადაცემა გულიდან გულამდე. დღეს შევეხებით ახსარების თემას. ახსარების თემა ალბათ ყველა ადამიანს აწუხებს, როდესაც ის მოდის ტაძარში. და სწორედ ამ თემაზე ვისაუბრებთ და ისევ ჩვენი სტუმარი იქნება დეკანოზი გიორგი კარელინძე. დავუკვირდით მამა. იცოცხლეთ, გაიხარეთ, მიხარია რომ ისევ თქვენთან ვარ. ეს თემა ალბათ იმიტომ ავარჩიეთ, რომ ყველა ადამიანისთვის ძალიან რთულია, როდესაც პირველად მოდიან ტაძარში. მათ ძალიან უჭირთ ახსარების ჩავარება და გონიათ, რომ ეს არის სირცხვილი, რომ როდესაც მოდელთან მივლენ და თავანთგამლით ცხოვრებიდან შეცდომებს აღიარებენ. ახსარების მნიშვნელობა რა არის სულიერ ცხოვრებაში? ახსარების ზოგადად ახსარებას ძალიან დიდი ადგილი უკავია მოკლედ საეკლესიო ცხოვრებაში და სულიერ ცხოვრებაში ადამიანის, მაგრამ ახსარება განცალკევებულად არ უნდა გავიგოთ. ახსარება არის შედეგი სინანულის. თუ ადამიანს არ გააჩნია სინანული, მაშინ ახსარებაც არ გამოდის. გამომდინარე აქედან, როდესაც ადამიანი გარკვეულწილად აი გააზრებას აკეთებს საკუთარი ცხოვრებისა და მას გარკვეულწილად აი თავისი შინაგანი მდგომარეობის განხილვას დაიწყებს, აი შემდეგ უკვე იბადება, ესე რა თქვათ, აი ადამიანი ესე აგებული, რომ იბადება განცდა, რომ ეს გინდა რომ გარეთ გამოიტანო. ანუ როდესაც ნაგავი ადამიანმა აი თავის სახლში ისე იგი იზარმაცა და ნუ მოკლედ რაღაცა დაანაგვიანა თავისი პირადი ოთახი, ამით მე ახალგაზრდებს ვაქ ხოლმე პირადი ოთახი, ხო? აი ეს პირადი ოთახი ავიღოთ, აი როგორ იცი, ხო გახსოვთ ისეთ ფილმებში როა ხოლმე რომ საწოლი როს უაულაგებელია, ისე იგი ლეპტოპის უგაშლილია, იქ საყვარელი ისინი რო თქვათ მსახიობების ფოტოები რაღაცა. ნუ მოკლედ ეს არის პირადი გულის მდგომარეობა, ანუ ოთახი რომელიც პირადია და ახალგაზრდები მასაც განიცდიან ხოლმე თუ გახსოვთ აი მშობელი რო შემოვა და იტყვის რომ ეს რატოა და უაულაგებელია რაღაცა. ანუ როდესაც სხვა გეუნება რაღაცას რომ აიცი რა აი შენ დაულაგებელია ადამიანი არ მიდიხარ აქამდე რომ აი მართლა დაიწყო გასუფთავება დალაგება საკუთარი მოკლედ გულისა, მაგრამ აი როდესაც უკვე შენ თვითონვე მიხვდი რომ ზომას გადაცდა უკვე ის არეულობა და შენ თვითონვე არაკომფორტულად გრძნობ ადამიანი იმ სივრცეში თავს, სადაც შენ მოკლედ ხარ, აი მაშინ ადამიანი იწყებს უკვე დალაგებას. ანუ შემოbrunებას იმ სივრცისა, სადაც თვითონ არის, იმის მოლაგებას იწყებს და იწყებს უკვე მზად არის, ნახეთ მზად არის, რომ ნაგავი გამოიტანოს უკვე ამ სივრციდან და აი ზუსტად ეს არის, აი რაც ვთქვით, შემოbrunებისა, ეს არის ზუსტად აი განცდის შინაგანი ღმერთი ეხება ამ დროს ადამიანს, თვითონ შეიძლება ადამიანი ვერ წხვდება ამას, მაგრამ ამ დროს, როდესაც ადამიანს უნდა რომ
შეცვალოს რაღაცა და ეს სიმძიმე გულიდან მოიცილოს და საკუთარი ეს ნაგავი დაულაგებლობა შინაგანი გარეთ გამოიტანოს და განთავისუფლდეს ამისგან, ეს ამდენადაც არ უნდა ადამიანს ისე იგი უცნაურად მოეჩვენოს, ეს არის ზუსტად ღმერთის შეხება, პირველი შეხება ადამიანის, იმიტომ რომ ღმერთი თუ ეხება ადამიანს, ის აუცილებლად იცვლება და ეს არის პირველი შეხება ღმერთის ადამიანზე, რომ მას უნდა შეცვლა და ანუ კიდევ ვიმეორებ, რომ ვიღაცამ შეიძლება იქ მშობელმა მითხრას, იმან მითხრა, ამან მითხრა ბავშვობიდან ეკლესიაში დავდივარ თუნდაც და აღსარებას ადვილად აბარებს ადამიანი, იმიტომ რომ მითხრეს რაც უნდა ჩაუბარო, მაგრამ ოდესაც გავიზარდე, გავიაზრე ეს ყველაფერი, აი მერე უკვე მოკლედ იწყება აი ეს განთავისუფლების პროცესი და აი ეს აღსარების მომენტი ზუსტად ეგ არის, აი თავისუფლებასთან არსებული არის, აი შეიძლება დღეს ადამიანებს გონიათ, რომ თავისუფლება არის ის, როდესაც ჩემს ოთახში შევიტან რასაც მინდა, თუნდაც ნაგავს. ხო, გასაგებია, ვერავინ ვერ შეეხება ადამიანმა შეიტანოს თავის ოთახში რაც უნდა ნაგავი, მაგრამ თავისუფლება არის მაშინ, როდესაც ადამიანი პირიქით აი ამ არასაჭირო ნივთებისგან თავისუფლდება. და როდესაც შეადარებს ადამიანი ამას, ახალგაზრდა ადამიანი თუნდაც ამას, რომ რამდენად ის თავისუფლება, რომელსაც დაარქვა, რომ ნაგავი და არასაჭირო ნივთები დიდი რაოდენობით შემოიტანა რაღაცა სივრცეში, ამ შემთხვევაში გულში ან თავის ოთახში, ესე რომ ვთქვა და იქ რომ მიხვდა, რომ აუ ვეღარ სუნთქავს, იმიტომ რომ საშინელება იმაში ყოფაში იქ ყოფნა და მე როდესაც ამისგან განთავისუფლებას იწყებ, აუ ეს არ მჭირდება, გაიტანა, ეს არ მჭირდება, გაიტანა, ეს ნაგავი არ მინდა, ამან დამღალა გაიტანა და აი თითქოს ადამიანი იწყებ უკვე სუნთქვას, აი რაღაცა და მაშინ ხვდები, რომ თურმე თავისუფლება არა იმაშია, რომ რაც გინდა მიიტანო, არამედ თავისუფლება თუ ისე იგი ნამდვილი თავისუფლების განცდა ყოფილა, როდესაც ადამიანი თავისუფლდები აი იმ ზუსტად არასაჭირო განწყობებისაგან, არასაჭირო ისე იგი ვნებებისაგან და არასაჭირო ისე იგი ნივთებისაგან და აი ეს არის საწყისი, ეს არის საწყისი და ამიტოა საჭირო. აი აღსარება არის ზუსტად ეს, აი ოღონდ თუ ადამიანს ამან არ შეაწუხა, ხო დანარჩენი ყველაფერი ოდესღაც მაინც ეს უნდა მოხდეს რა. შეიძლება ბავშვობიდან იყოს ადამიანი ტაძარში, ამას ვერ განიცდის, მაგრამ ოდესღაც თუ კი ის როგორც მორწმუნე ადამიანი უნდა დაიბადოს, როგორც ქრისტიანი ადამიანი უნდა დაიბადოს, აი ეს განცდა მოკლედ აუცილებლად ექნება. აი სირთულე რაც არის ხოლმე და ადამიანებს რაც ძალიან უჭირთ ეს არის რომ მოდიან და იძახიან რომ იცი რა მე როგორ მივიდე ხა მღვდელთან და როგორ უთხა ისეთი რაღაცები მაქვს ჩადენილი და ეს ძალიან დიდი ტრაგედია გონიათ ხოლმე თავიანთი გავლილი ცხოვრება და სინამდვილეში როცა შეეკითხები და დაუკვირდები ადამიანს საერთოდ არ არის აქ რაღაცა საგანგაშო და ის მაგრამ სხვენია და ეს შიში აქვს აი ეს შიში როგორ უნდა დაძლიოს ადამიანმა იცით რა ლოგიკურიც არის და ეს საინტერესო არის ეს შიშიც. აი ჩვენ ადამიანს ხშირად უყურებთ როგორ იცით აი რაღაც თითქოს აი კრისტალურად უკვე განწმენდელს და გასუფთავებულს და რაღაც და რა გემართება ადამიანი. პირიქით ეს საინტერესოც არის ეს პროცესი, როდესაც ადამიანი თუნდაც უჭირს აი ეს გაჭიროების მომენტი გამოადგება მე რისთვის იცით. მე მაგალითად აი რომ მქონია ესეთი რაღაც მეორეთი აღარ ჩამინდენია, იმიტომ რომ ვიცი, განა იმიტომ რომ ვიღაცასთან აღიარება მიჭირს, იმიტომ რომ ვიცი მე რა ცუდა თუ არა ამ დროს და ეს გჭირდება და როდესაც ღმერთი ანუ სხვადასხვანაირად ეხება ადამიანს, იმიტომ რომ ჩვენ განსხვავებულები ვართ, სხვადასხვანაირები ვართ და როდესაც ღმერთმა იცის ჩვენი წარსული იცის, ხო, იცის ჩვენი ზოგადად აი ფსიქოლოგიურადაც და ფსიქიკაც ხო სხვადასხვანაირი აქვს ადამიანს, ხო, მისი ცხოვრება მაგალითად აღზრდა, სად გააღიზარდა, როგორ ოჯახში აღიზარდა, რა ღირებულებებით, რა ფასეულობებით, ეს ყველაფერი ღვთის წინაშე მოკლედ ნათელია და ამიტომ როდესაც ადამიანს ეხება ღმერთი, ხო, რო ეხება, ანუ ზუსტად ისე ეხება ადამიანს, რომ მისთვის შემდეგისთვის გასათვალისწინებელი იყოს ეს. ამიტომ მე როდესაც მძიმეა ადამიანისთვის თუნდაც იმის თქმა, ისე იგი, ანუ აღსარების თქმა და ამის აღიარება, ეს იმის ნიშანია, რომ მას ჭირდება ეს სიმძიმე, ზუსტად რომ შემდეგისთვის ნაკლებად, ანუ უფრო რთულად დაუბრუნდეს იგივე მდგომარეობას. ეხლა რაც შეეხება მოკლედ გარკვეულწილად სირცხვილს, ეხლა ესეც ძალიან კარგია, როდესაც ადამიანს გააჩნია სირცხვილის განცდა ზოგადად, იმიტომ რომ ესეც თქო ნორმალური ადამიანის მდგომარეობაა და არ შეიძლება ადამიანს ემისი არ გწვენოდეს, მაგრამ უბრალოდ სასწორი რო დადგება იმასთან, რომ წეღან როგორც თქვით, თავისუფლება ან მონობა
აი აქ უნდა არჩიოს ადამიანმა, ისე იგი თავისუფლება უნდა თუ მონობა. იმიტომ რომ ხდება ერთ რამეს ადამიანი განცდიდა, რომ რა წამს ეს რაღაცა ადამიანის გულში არის, მანამდე მონურ მდგომარეობაში, იმიტომ რომ გახსოვთ სახარებაშია, რომ ადამიანი რომელიც ცოდვასაც ჩადის, იმ ცოდვის მონა არისო. და ამ ცოდვას მოკლედ დაღლილი ხარ უკვე ადამიანი ვეღარ უმკლავდები, ისე იგი გულში დევს ეს ცოდვა რაღაცა ღრნის იქაურობას, ანუ როგორ გითხრათ, ვერაფერს კარგს ვერ შეიტან რომ ისი სუნი არა უვიდეს, ხო ესეთი რაღაცა ისეთი როგორ გითხრათ, რაც არ უნდა ადამიანმა ოთახში რომელშიც რაღაცა ისეთი მძაფრი რაღაცა გაფუჭებული რაღაცა სუნი ახლა იქ რამდენიც არ გინდა საკმეველი დაანთე ის საკმეველი სუნი წამიერია და შემდეგ გავა თუ არა ეს საკმეველი სუნი ისევ ის მოკლედ აყროლებული ესე რომ თქვა სუნი დგება და აი ეს შინაგანი მდგომარეობა, როდესაც ადამიანს გაწუხებს, აი საშინლად გაწუხებს ეს საკუთარი სულის ეს მდგომარეობა და არჩევნის წინაშე დგეხარ. თავისუფლება ამ ყველაფრისგან განთავისუფლება და მეორე მხარე მონობა ამ ყველაფრისა და აი აქ უნდა გადაწყვიტოს ადამიანმა და აი სასულიერო პირის დანიშნულებაც ზუსტად ეს არის, რომ აი არ უნდა დააწვი ადამიანს აქ. აი მე ესე ვფიქრობ, ყოველ შემთხვევაში მე რაც პრაქტიკაში მქონია ხშირად არის რომ ისე იგი ეხლავე აღიარე ყველაფერი თავიდან ბოლომდე და ადამიანს ჭირდება ჯერ როგორ ვთქვა ნდობა ჭირდება შეიძლება ადამიანი თავიდან მოვიდეს და ძალიან უბრალო რაღაცები გაგიმხილოს ძალიან ისეთი მარტივი რაღაცები ანუ შემოგხედოს როგორ უყურებ ადამიანი ზოგადად ცოდვასთან დამოკიდებულებას რა განწყობა აქვს ადამიანს აი ერთ პრაქტიკულ საქმე იმას გეტყვით სირცხვილთან დაკავშირებით გახსოვთ დღეს არის პრაქტიკა ოლარსო გადააფარებს სასულიერო პირი ეს საიდან შემოვიდა იცით ამ ოლარის გადაფარება იყო ხოლმე მხოლოდ ლოცვის დროს. დანარჩენი საუბარი მიდიოდა ხოლმე თვალში, იმიტომ რომ თქვენ ხო ყველა დამეთანხმებით ადამიანს თვალში რო უყურებს სხვა განცდა, ხო, როდესაც ამ დროს აღიარებ და ამ დროს მეტად იწმინდები ადამიანი მართლა აღიარება ხდება, მაგრამ ნახეთ როგორ არის, როდესაც გართულდა უკვე ადრე ძველ ეკლესიაში ყველა აღსარებას არიბარებდა, მაგალითად ერთ ტაძარში შეიძლება 5-6 მოძღვარი ყოფილიყო და იქიდან ერთი გამოცდილი უკვე დასული რაღაცა სულიერ ცხოვრებაში გამოცდილი სასულიერო პური ყოფილიყო, რომელსაც აღსარება უნდა მიიღო, მაგრამ ეხლა ვაკურთხებ თუ არა დღევანდელი მასში ახლა სიმცირეა სასულიერო პირების, აკურთხებ თუ არა სასულიერო პირს ეგრევე აღსარების ჩაბარებას იწყებს და ზოგი ისეთი ახალგაზრდას აკურთხებენ 22-23 წლისა და ახლა აი წარმოიდგინეთ იმასთან რომ მიდის ადამიანი რომელიც 60 წლის 65 წლის ადამიანი რომელსაც თელი ცხოვრება იცხოვრა რა შეიძლება მას კონდეს ზოგადად გადამხდარი თავს ცხოვრებაში და ახლა როდესაც ამ ახალგაზრდა ადამიანს უყვება ამ იმას და ამიტომ შემოვიდა პრაქტიკა რომ ოლარს გადააფარებ რომ თვალში არ უყურო და რატო რომ შეიძლება სასულიერო პირის ოდნავ შეცვლილმა მიმიკამაც როდესაც ადამიანი ცოდვას გეუბნება მიმიკამაც კი აკეთოს ადამიანი იმისა რომ ისე იგი ვაიმე რაღაცა მე მგონი არასწორად აღიქვა ან ისე იგი მძაფრად აღიქვავს ამას და შეეშინდეს ადამიანს და აი ამ დროს და სხვათა შორის მამები გვირჩევენ ერთ რამეს რომ როდესაც აღსარებას ვისმენთ ან იესოს ლოცვა ილოცოს მოკლედ სასულიერო პირმა ან 90 ფსალმუნი რომ ამ დროს დაეხმაროს ან ილოცოს აღსარებლისთვის და ამიტომ მინდა ვთქვა რომ ისე იგი კარგია როდესაც სირცხვილი აქვს ადამიანს ეს ცუდი არ არის მაგრამ საბოლოო ჯამში უნდა მიხვდეს ადამიანი სასულიერო პირმა ამაში უნდა შეუწყოს ხელი ამ ურთიერთობაში რომ არაფერია სასირცხვილო ყველაფერი ანუ მე ვიტყვი ერთ რამეს რა აი თუ დამინჯერებთ ყველაზე ლამაზი ადამიანია მონანული ადამიანი თქვენ ვერ წარმოიდგენთ მე მაგალითად აღსარებაზე ვჯდარვარ და ადამიანს უყურებ მithumetes ახალგაზრდა ადამიანს თვალსა და ხელშუა უყურებ როგორ ლამაზდება ანუ როგორ უბრუნდება ბუნებრივი სახე ანუ მანამდე მოდის აი დაჭმუნვილი ხომ აი რაღაცა ისე დაძაბული დაჭმუნვილი აი თითქოს სახე აი როგორ გითხრათ აი ნერვიულობის ის დაყვება და ნელ-ნელა ამ აღიარების პროცესში აი ნელ-ნელა როდესაც ყვება საკუთარს ისე ლამაზდება უბრუნდება მშვიდდება ნაკვთები თვალები უმშვიდდება ყველაფერი და აი ვფიქრობ ხოლმე რომ ანუ ეს რომელი ჯობია რა აი მარტო სახეზეც კი გარეგნულ გამომეტყველებაზეც კი ეთყობა ადამიანს რომელი ჯობს და ამიტომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ ეს რომ აი ეს სირცხვილიც კარგია, მაგრამ ეს სირცხვილი აუცილებლად უნდა დაიძლიოს რომ ადამიანმა მოკლედ თავისუფლება იქცნოს. ესეთ პრობლემას ვაწყდებით ხოლმე. მე დიდი ხანია რაც ვქარ და ხედავ ხოლმე ადამიანებს რომ დადიან ტაძარში ახალგაზრდები და მე უცბად რაღაცა პრობლემა შეემთხვევათ, რაღაცა ცოდვასთან, რაღაცა სულიერი კრიზისი და მიდიან ტაძრიდან.
და როცა ვეკითხებით რა რატო აღარ მოდიხარ რას როგორ მოვიდე ხა მე ანუ ისეთი რაღაცეები გავაკეთე მამავს როგორ გაუთხა და ადამიანი იკეტება ამით და საბოლოო ჯამში ამჯობინებენ ამ ყველაფრის თქმას ტაძრის დატოვებას აი ამაზე რა სიტყვით და რაშია პრობლემა აქ მე ვფიქრობ რომ მოდი ორივე მხარე ვთქვა ხო მე ვფიქრობ რომ ზოგ შემთხვევაში ჩვენ სასულიერო პირებმა აი წლების განმავლობაში ჩვენ გამოუცდელობის გამო აი წეღა როგორც თქვი ზუსტად ის რომ ახალგაზრდა სასულიერო პირს რაღაცა სხვა აღქმა აქვს რაღაცა ესე აი არის ის გამოცდილება არ აქვს ამხსარებელთან ურთიერთობისა ხშირად ჩვენი მხრიდანაც ანუ რა მინდა თქვა იცი აი სულად შეიძლება ამ საკითხს არ ეხებოდი ადამიანი მაგრამ ჩვენი ხასიათიდან ჩვენი დამოკიდებულებიდან თუნდაც სხვა რამე საკითხებზე ის ანუ ჩვენი ამხსარებელია თუ ახალგაზრდა ადამიანი აკვირდება როგორი დამოკიდებულება აქვს სასულიერო პირს ზოგადად ანუ გვაკვირდება შორიდან და როგორი დამოკიდებულება აქვს ადამიანს თუნდაც ცოდვასთან როდესაც მცოდველ ადამიანთან ანუ რა როდესაც ცოდა ადამიანმა და მერე თუ ანუ ისე იგი ჩავარდა ადამიანი აი რაღაცა ისეთ მძიმე ცოდვაში ან რაღაც თვითონ როთulis რომ მძიმეა ეს ცოდვა აი მერე ხო იძახის რომ აიმედე და მე მანამდე მცირე რაღაცებს ვეუბნებოდი და რა ანუ რაღაც თითქოს დამოკიდებულება მკაცრი იყო და ეხლა რომ მივიდე და ეს უთხრა ხო საერთოდ და ანუ აგებს ადამიანი თავის შინაგანად ან დამოკიდებულ მოდი ესე ვთქვათ რა თქმა უნდა აქ სასულიერო პირის ამიტომ ყველა გამოთქმაში და ყველა ესე ვთქვათ საუბარში უნდა იყოს მოზომილი და ამას უნდა ითვალისწინებდეს რომ ნებისმიერი ადამიანი შეიძლება დაეცეს და ხვალ მას უნდა შეეძლოს ისევ დაბრუნდეს აი როგორც ქრისტეს ჰქონდა დამოკიდებულება მცოდველ ადამიანთან ასეთი უნდა იყოს ჩვენი დამოკიდებულებაც და მეორე მინდა უთხრა ყველას რომ ესე იგი ჩვენ მოვდივართ ღმერთთან აი სასულიერო პირთან არ მოდივარ. ჩვენი მკურნალი არის მოკლედ ღმერთი. ჩვენი მკურნალი არის იესო ქრისტე და ჩვენ სასულიერო პირთან იმიტომ ვამბობთ ამ აღსარებას რომ ნახეთ მე ჩემი სინანულს ვასწრებ იმ ადამიანს ჩემსა და ღმერთს შორის აი ამ სინანულს და საუბრას ვასწრებ იმ ადამიანს რომელიც ვიცი რომ მე ქრისტეს სახელით დამელაპარაკება და ღმერთის კურნების გზას მაჩვენებს ანუ ქრისტეს ვიცი რომ უნდა ჩემი განკურნება იცოდეთ რაც არ უნდა ცოდვაში იყოს ადამიანი ქრისტეს ჩვენი განკურნება უნდა და ამიტომ სასულიერო პირი ზუსტად ამას უნდა ცდილობდეს და არ არის ეს არც მოკლედ სასირცხვილო არ არის ეს მოკლედ არც დამაბრკოლებელი შემდეგ ესეთი თემა მინდა ფურცელზე დაწერილი აღსარებები, რომელსაც სინანული საერთოდ არ აქვს. ადამიანი უბრალოდ ფორმალურად წერს ლოცვნიდან რაღაცა ჩამონათვალს ცოდვებისა და სინამდვილეში ზოგ შემთხვევაში მნიშვნელობა არც იცის. და რო შეეკითხა მაგალითად რაღაცა ცოდვის მნიშვნელობა რატო გიწერია, ვერ გეტყვის და პასუხს ვერ გაგცემს, მაგრამ წიგნიდან გადმოწერა ფურცელზე და შეაგზავნა მამაოსთან და გონია რომ ამით მან ახსარება ჩააბარა. რა სიტყვით ამ პრაქტიკაზე და როგორ შეიძლება რომ ადამიანმა ეს გამოასწოროს და როგორ უნდა ისწავლოს ახსარების სწორი ჩაბარება? იცით როგორ არის მე ესე ვფიქრობ რომ ხშირად ადამიანს ესეც სჭირდება. აი რაღაცა მომენტში მე პრაქტიკიდან გამომდინარე გეუბნებით რომ ხშირად ადამიანი იმდენად დატვირთულია და იმდენად აი როგორ გითხრათ საუბრის თავიც არ აქვს. აი რაღაცა დაიწყოს და ახსნას უბრალოდ ეს იმიტომ აი არც იმის ის არ აქვს თქვა რომ კითხვები დაგისვას რაღაცა კითხვებზე უბრალოდ კითხვები დაუსვა და გიპასუხოს აი მართლა აი ენერგია გამოცლილია აი ცოდვიდან გამომდინარე რაღაც და ხშირად არის ეს უკეთესიც არის ანუ ვიღაცას ურჩე მაგრამ არ არის ეს ესე რომ თქვა აი როგორ გითხრათ ჩვენ უნდა ორიენტირებული ვიყოთ ამ ხსარებლის მდგომარეობაზე თუ კი ჩვენ ხედავთ თუ ადამიანს შეიძლება ამ ეტაპზე ეს ურჩევნია ზოგ შემთხვევაში ანუ შეიძლება ადამიანს აი საუბრის თავიც არ აქვს და იცი რომ რაღაცა ყოფილა ეგეთი შემთხვევა რომ აი მithქვამს რომ აი სინანული გაქვს აი საუბარი არ ქონია რა და მithქვამს რომ მოდი აი ეზიარე და ძალა მოიკრიბო ადამიანმა რაღაცნაირად ხო ანუ სხვადასხვა მიდგომა ესე ანუ ცალსახად ესე არ უნდა ვთქვათ მაგრამ როდესაც ახლა ეს ისე იგი დაშვება უბრალოდ დაშვება ნორმად იქცევა და როდესაც ადამიანი მთელი თავის ცხოვრება ესე აბარებს ახსარებას ხო ეს უკვე არის ძალიან დიდი პრობლემა რა
ეს ნამდვილად დიდი პრობლემაა და მე ვფიქრობ, რომ აი ახსარების დროს ადამიანმა უნდა შეეცადოს საკუთარი თავი დაინახოს და მერე სასულიერო პირსაც დაანახოს. აი ხშირად არის ხოლმე იტყვია, რომ აი ყოველდღიური ცოდვები და აი რაღა ველაპარაკო და ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი აქვს ამას. ყოველდღიურია ცოდვა, მაგრამ აი ნახეთ 10 შესაძლო შემთხვევიდან 10-ვეჯერ მაგას აკეთებ, თუ 10-ვეჯერ მაგას აკეთებ, ესე იგი სული მკვდარია. თუ 10-დან 2-ჯერ მაინც შეგიძლია იგივე მდგომარეობაში თავი შეიკავო, მაშინ სული ცოტა წინააღმდეგობის ძალა აქვს. თუ 5-ჯერ ეცემი და 5-ჯერ თავს იკავებ, ესე იგი უფრო უკეთესი მდგომარეობა. ამიტომ ჩვენ რომ მივდივართ სასულიერო პირთან, აი ხშირად ეს იმაზე ქაღალზე დაწერილი ეს ახსარება, ფურცელზე დაწერილი ეს ახსარება, ხშირად ამით იმართლდება ხოლმე, რომ აი არაფერია ისეთი და რა უნდა თქვა, მაგრამ შესაძლებელია სასულიერო პირს უთხრა ის, ანუ აი ამ დროს უნდა იცოდე, რომ მამაო, იცი რა უფალო პირველ რიგში და მამაო, ესე იგი აი ამ ცოდვამ უკვე დამიტანა. ანუ მე კი ვწერ, თქვათ მაგალითად, რომ განრისხება, მაგრამ ხვდები, რომ ისე ვარ უკვე შინაგანად, რომ ყველაფერზე ვრისხდები. ანუ ეს ყოველდღიური ცოდვები ზოგ შემთხვევაში უკვე ჩვენში ვნებებად არის და ვნება. ეს მრისხანება, განკითხვა და ჩვენ ვეძახით ყოველდღიურ ცოდვებს და მსუბუქი გონია, მაგრამ სინამდვილეში ეს ჩვენ სულს ღუპავს და ცხონების გზას აცელს ესეთი ცოდვები. სწორად ფიქრობთ. ხო და ზუსტად ეს არის, რომ ამას ამოვაფარეთ, რომ თითქოს ყოველდღიური ცოდვებია, მარტივია. აბა ეხა როგორ არ განვიკითხო კაცო, აბა ის ხო არა ვარ, ზოგ მეცის ხო, აბა აქ რო ხარ და ამას რო უყურებ და ამდენს ხედავ, როგორ არ უნდა განიკითხო ეს ყველაფერი და სინამდვილეში ეს განკითხვა უკვე ჩვენში ისწავლებად ქცეული, რომ ღმერთს გვაშორებს. ჩვენ მგონია, რომ ბუნებრივია ეს. ანუ ზღვარი არ გვაქვს ჩვენ ამ ყოველდღიურ ცოდვებთანაც და ანუ ეს მარტივი გონია ჩვენ და სინამდვილეში ეს ჩვენში ვნებებია. კი. ნახეთ როგორ არის კიდე ისე იგი დახმარება ჭირდება მებრძოლ ადამიანს. აი, როდესაც ადამიანი არ იბრძვის, ყოველდღიურად თუნდაც აი ამ ცოდვებს, რაზეც საუბრობთ, არ იბრძვის, მაშინ მას დახმარება არ ჭირდება. და აი ეს თქვათ ფურცლის მიწოდებას და ისიც ანუ კარგავს შინაარს. მაგრამ თუ ადამიანი იბრძვის ყოველდღიურად, აი რაც შენ თქვი ძალიან სწორად აღნიშნე ეს ყველაფერი, როდესაც ადამიანი ამ ვნებებთან უკვე აი ჩვევად ქცეულა, ესე რომ თქვა ვნებებთან იბრძვის ყოველდღიურად, ხო? მაშინ მას ჭირდება და თვითონაც მოუნდება. აი თვითონაც უნდა რომ ეს ყველაფერი მოკლედ გაუზიაროს იმათ. დღევანდელ ეკლესიაში ხვდებით კიდევ ასეთ პრაქტიკას, რომ არ შეიძლება ზიარებაზე ახსარების გარეშე მისვლა. რას გვეტყვით ამაზე? აუცილებელია თუ არა ყოველი ზიარების წინ ახსარების ჩაბარება. იცით რა, თუ ჩვენ შევხედავთ უბრალოდ ამას ტრადიციებიდან გამომდინარე, ხო, ნუ მოკლედ არსებობს სხვადასხვა ეკლესიაში სხვადასხვა ტრადიცია. და ამას ხა ჩვენ არ შეიძლება რომ ესე რომ თქვათ, აი რომელიმე ტრადიცია ესე შემოვიტანოთ, გავიტანოთ რაღაც, ხო? ისე იგი ჩვენ გვაქვს რაღაცა გარკვეული ტრადიცია, ჩვენ გვყავს თუნდაც ისე იგი სინოდი, ჩვენ გვყავს კათოლიკოს პატრიარქი და ნუ მოკლედ მისი, ანუ ჩვენ იერარქების ესე რომ თქვათ, რაღაცა იმას უნდა ვითვალისწინებთ, მაგრამ აქ არის ლაპარაკი რაზე იცით? აქ არის უკვე პირად ურთიერთობაზე. ანუ ჩვენ უნდა ვიცნობდეთ, ხა, როდესაც ადამიანი სასულიერო პირი იცნობ ადამიანს, მის ყოველდღიურობას, ყოველდღიურ ცხოვრების წესს და რაღაცას და ნახავ ესეთ რამეს, რომ ჩემთვის განსაზღვრელი ეს არის, როდესაც ადამიანი ლოცვაში წარემატება, როდესაც ადამიანი ყოველდღე ღვთის წინაშე მართლა აყენებს საკუთარ თავს, როდესაც საღამოს ლოცვას, როდესაც ის კითხულობს, აი მართლა საკუთარ ცოდვების შენდობას თხოვს ღმერთს, როდესაც მაგალითად ვიცი, რომ იმ ლოცვაში, აი მართლა ლოცვა მისთვის არ არის მხოლოდ ტექსტის ამოკითხვა, არამედ მართლა ცდილობს, რომ გულისმიერად ილოცოს და მართლა თვითო სიტყვა გააცოცხლოს და თვითო სიტყვა იყოს ისე იგი ღმერთამდე მიტანილი. აი მაგალითად ზიარების წინა ლოცვებს, როდესაც კითხულობ საოცარი ტექსტია, როდესაც ისე იგი ადამიანი კანონს ასრულებს ყოველდღიურად, ხო? მაშინ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ ერთი რაღაც, რომ ის ადამიანი ღმერთთან ურთიერთობს, ანუ სინანულ ლოცვაში სინანულით ურთიერთობს და ამიტომ სასულიერო პირს აქვს ამის უფლება, ესე რომ ვთქვათ, ანუ აქვს ამის უფლება, რომ ამ ურთიერთობაში რაღაცები, რაც ზედმეტი შეიძლება იყოს და არ
არ იყოს თქვათ პირიქით რაღაცა როგორ ვთქვათ, ხელი შემშლილიც კი იყოს ადამიანისთვის, ხო? ესენი რაღაცნაირად უფრო გამოეცალოს ადამიანს, ხო? ამიტომ ჩვენ მე მინდა ვთქვა, რომ პრაქტიკა, საეკლესიო ტრადიცია და პრაქტიკა სხვა არის, მაგრამ სულ სხვა არის, როდესაც ინდივიდუალურ დონეზე, ანუ პიროვნულ დონეზე ურთიერთობები ადამიანს, როდესაც იცნობ ადამიანს, არიან ადამიანები მაგალითად, რომელთაც უბრალოდ შეუძლებელია, თვითონვე არიან ესეთები, ანუ სინდისი ამხელთ, მოკლედ აი შინაგანად ცუდად გრძნობენ თავს, თუ კი იზიარების წინ ახსარება არ ჩააბარეს. ნუ ამას ვერაფერს ვერ იმასიზავ, ახლა არ შეიძლება შენ უთხრა, რომ გინდა თუ არა, არ გინდა, იმიტომ რომ მაშინ გამოდის, რომ ადამიანს სინდისი, ანუ განუწმენდელი სინდისი და შინაგანი დამძიმებული სინდისის თუ შვებ, მოკლედ ზიარებაზე და ეს შეიძლება მისთვის მოკლედ იყოს რაღაცნაირად უფრო მეტად დამთრგუნველი. ამიტომ გამიჯნოთ ეს ერთმანეთისაგან, ხო? ანუ ეს საუკუნეების მანძილზე, ესე იგი, სადაო საკითხი იყო ხოლმე ეს მდგომარეობა, ეს რაღაც და ეს განაპირობა, ვთქვათ, სამონაზვნო ახსარების შემოტანა მერში და ასე შემდეგ, ახლა მონასტერში სხვა იყო, აქ სხვა იყო და მოკლედ აი ამ ყველაფერმა თავისთავად, როდესაც აირია ერთმანეთში ეს ყველაფერი, სხვადასხვა პრაქტიკები, აი მან რაღაცა გარკვეული დაბნეულობა გამოიწვია, მაგრამ მე ვიძახი ჩემი აზრით, ჩემი აზრი არის, რომ ეს ძალიან ინდივიდუალური არის. ძალიან ინდივიდუალურია, შეიძლება ადამიანი აბარებდეს კიდეც ახსარებას ყოველივე ზიარების წინ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს უნდა იყოს მოძღვარსა და ამხსარებელს შორის, ანუ ჩამოყალიბებული ურთიერთობიდან გამომდინარე, როდესაც სასულიერო პირი კარგად იცნობს ამხსარებელს და ის იცის, რომ მაგალითად, როდესაც შენ ადამიანს ეუბნები, რომ თქვა, შეიძლება ახსარების გარეშე ეზიარო, შენ იცი, რომ ის იმდენად შინაგანად, ანუ ღვთის წინაშე წეღა როგორ თქვით, ლოცვითი განწყობი და ღვთის წინაშე დგომით იმდენად გულწრფელია და იმდენად მონდომებულია, რომ თუ რამ სინდისი მას აწუხებს და სინდისი არ უშვებს, ის არ მივა ზიარებაზე. თვითონვე არ მივა ზიარებაზე და აი როდესაც უკვე ადამიანი აქამდე გაიზრდება, როდესაც უკვე სარწმუნოებაში გაიზრდება, მაშინ უკვე თავისთავად ახლა არ შეიძლება შენ ზედმეტად სასულიერო პირმა ჩაერიო, ისე იგი ადამიანსა და ღმერთ ქრისტეს შორის ურთიერთობაში, ანუ შენ ჩადგე შენი რაღაცა კანონებით, რომელიც შეიძლება არ ჭირდებოდეს ადამიანს საერთოდ, ხო, რაღაცა, ანუ ადამიანი ცდილობდეს, მოღვაწეობდეს, ისე იგი ყოველდღიურად, როგორც თქვი, ღვთის წინაშე აყენებდეს საკუთარ თავს და ნუ რავი, როგორ გითხრათ, ახლა თუ ეტყვი იმ ადამიანს ახსარება თქვიო, ახსარებასაც გეტყვის, მაგრამ ეს არ არის ის, რაც მოკლედ შეიძლება იყოს საჭირო მისი ესე იგი სულიერი განვითარებისთვის. რას ურჩევთ ადამიანებს, ვინც ჯერ არ მოსულან ტაძარში და მათ ჯერ არ ჩაუბარებიათ ახსარება და პირველად უნდა მივიდნენ ახსარებაზე? აი, ალბათ რითიც დავიწყეთ, ამითი უნდა დავასრულოთ, რომ მოდი ესე ვთქვათ, რომ ახსარების ჩაბარება ეს არის ძალიან, როგორ გითხრა, შედეგია უკვე. არ შეიძლება ადამიანი მოვიდეს ტაძარში და იგივე ახსარება მოსთხოვო ჩააბარო. აი პირი ეს არის ყველაზე ცუდი, აი ჩემი აზრით ეს არის ძალიან ცუდი. თუ თვითონ არ უნდა, რა თქმა უნდა, თვითონ მოვიდა ადამიანი დატვირთული თავისი რაღაცა შინაგანი სიმძიმით და რაღაც და უნდა რომ ამოთქვას რაღაცა და თქვას, რა თქმა უნდა, ამაში ხელი არ უნდა შეუშალო პირიქით, მაგრამ აი ადამიანი რომელიცაც უნდა საეკლესიო ცხოვრება დაიწყოს, აი მე ვფიქრობ, რომ კარგა ხანი შეიძლება არ ჩაიბარო იმ ადამიანისგან ახსარება. ანუ ასწავლო ადამიანს ღმერთთან ურთიერთობა, ღმერთის წინაშე დგომა, ღვთის წინაშე პასუხისგებლობა და როდესაც აი მართლა ადამიანი დაიწყებს ლოცვას, როდესაც ადამიანი დაიწყებს წმინდა წერილის გაცნობას, როდესაც ადამიანი აი ღვთისმსახურებაში შემოვა და მსახურებას დაიწყებს, მე თვითონვე უჩდება ადამიანს, აი ახსარება როდის უნდა თქვას, იცი? აი შეიძლება მოვიდეს ადამიანი და გითხრას, ანდა შეხედო უთხრა, რომ იცი რა, მე მგონი ჯერ არა. აი ახსარება უნდა იყოს მთელი გულიდან ამონაფრქვევი, აი იმდენად უნდა უნდოდეს ადამიანს, თქო, მამო, ანუ გეხვეწები ახლა, ესე იგი შენ კი არ უნდა სთხოვდე,
რომ აღსარება ჩაგაბაროს, არამედ ის უნდა ითხოვდეს, ანუ შენ კი არ უნდა გთხოვდეს, ზოგადად იმ მდგომარეობამდე უნდა იყოს ადამიანი მისული, რომ იცი რა, აი აღსარება მინდა უკვე რა, აი მინდა რომ ეს გული გავითავისუფლო და ეს გული მოკლედ ესე იგი გასუფთავდეს და განიწმინდოს და აი მაშინ არის შედეგიანი აღსარება, რომ მართლა ანუ სინანულის მადლითა და ძალით ადამიანი უკვე აი საკუთარი ცოდვების აღიარებამდე მიდის და აი მაშინ წეღა როგორც ვთქვით, აი ულამაზესი ხდება ადამიანი სულიერათაც და მოკლედ გარეგნულათაც რა თქმა უნდა ემჩნევა ადამიანს. ამიტომ არავის არ უნდა შეეშინდეს ამის, ხო? ჩვენ თავარია რომ ქრისტესთან მოსვლა გვინდა, ანუ ქრისტესთან ურთიერთობა გვინდა და თუ ქრისტესთან ურთიერთობა გვინდა, ყველაფერს თავისი ადგილი აქვს, აღსარებასაც თავისი ადგილი აქვს და მინდა უთხრა ყველას, არავინ არავის დააძალებს აღსარებას. ესე იგი, როცა თვითონ ენდომება ადამიანს, რომ უკვე მოკლედ ესე იგი ცოდვას ვეღარ იტევს და მის შინაგან ესე რომ ვთქვათ დაგროვილ უწმინდურობას და ნაგავს უკვე ვეღარ იტევს და მასთან ერთად ცხოვრება არ შეუძლია, ის თვითონ მოისურვებს რომ განმოყაროს და თუ მოისურვებს, მოკლედ ჩვენ მის გვერდით უნდა ვიყვეთ აუცილებლად. დიდი მადლობა. ჩვენ კიდევ შევხვდებით მომავალ ხუთშაბათს. აქვე მინდა დიდი მადლობა გადაუხადო ჩვენი სამრევლოს ახალგაზრდებს, რომლებიც შრომობენ ამ გადაცემისთვის და მადლობა თქვენ მამაო. მადლობა მოკლედ მართლა მოკლედ შენს და დანარჩენ ახალგაზრდებსაც, რომ ამით ხართ დაინტერესებული. მე მინდა უთხრა ყველას, რომ ეს ჩვენი გადაცემებით შენ დამეთანხმები და ყველა დაგვეთანხმება, რომ არ არის არც ამბიცია, ეს არ არის რაღაცა მოკლედ ჩვენ რო ვიღაცას გვინდა რომ ჯგუა ვასწავლოთ, უბრალოდ ჩვენ გვინდა რომ აი დაინტერესებულებიდან, ანუ ახალგაზრდების დაინტერესებულობიდან გამომდინარე ეს საუბრები მოკლედ აი გაუზიაროთ თქვათ ადამიანებს, ვისაც შეიძლება აი ეს კონკრეტული საკითხები ძალიან აწუხებდეს და რაღაცნაირად აი მათთვის იყოს ბარიერი ეკლესიაში შემოსასვლელად, რომ ეს ბარიერები მოკლედ სწორად შევძლოთ, რომ გადალახონ იმ ადამიანებმა, რომ ანუ ზედმეტი ბარიერი და ესე რომ ვთქვათ, აი ზედმეტი დაბრკოლება არ იყოს მაგათთვის, რომ ადვილად შეძლონ მოკლედ ადამიანებმა, მით უმეტეს ახალგაზრდებმა ღმერთთან მოსვლა, ქრისტესთან მოსვლა და ეკლესიაში მოსვლა. მადლობა თქვენ ყველას მოკლედ ამისთვის. ნახვამდის.